გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და დღეს ამ ლაივში ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ ვაპატიოთ საკუთარ თავს. რატო ეს ამდენად მნიშვნელოვანი, ხო? რომ შევძლოთ საკუთარი თავის პატიება რაღაცეებში. იმიტომ რომ ზოგადად ასე ვთქვათ, დანაშაულის განცდა არის საკმაოდ საშიში რამ. ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ და სანამ გადავალთ ჩვენი ლაივის ძირითად თემაზე, თუ შეიძლება პლუსები დამიწერეთ კომენტარში, იმ შემთხვევაში თუ კარგად გესმით და გავაგზავნოთ საუბარი იმაზე თუ როგორ ვაპატიოთ საკუთარ თავს. თვითონ ის მომენტი, რომ ეს შეკითხვა გვაწუხებს, უკვე ძალიან კაი, ესე იგი სინდისი გვაქვს. იმიტომ რომ ზოგ ადამიანს სინდისი, ასე ვთქვათ, ჩახსნადი მოწყობილობა აქვს, ხან არა აქვს, როცა აწყობს აქვს, როცა არ აწყობს არ აქვს და ასე შემდეგ. ამას ხანდახან მოქნილობას ეძახის ხოლმე ზოგიერთი. ხო და ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევებზე, როდესაც, ასე ვთქვათ, სინდისი ჩვენი ფსიქიკის სტაბილური კომპონენტია. და გავაკეთეთ რაღაც, ხო, ან გაუცნობიერებლად, ან გაცნობიერებულად და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ შეგვაწუხა სინდისმა და გაგვიჩნდა დანაშაულის გრძნობა. რატოა ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის გრძნობის გადამუშავება და, ასე ვთქვათ, საკუთარ სინდისთან კვლავ შერიგება? იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს დამნაშავედ, ქვეცნობიერად ის ეძებს ხერხს და გზას თუ როგორ დასაჯოს საკუთარი თავი. იმიტომ რომ კულტურულად ესეა ჩადებული, ხო, მთელი, ასე ვთქვათ, ცივილიზაციური მოდელი და მთელი კულტურული მოდელი ბავშვობიდან არწმუნებდა მას, რომ თუ ადამიანმა რაღაცა დააშავა, მან რაღაცა, ასე ვთქვათ, სასჯელიც უნდა მიიღოს, მორალური, ფიზიკური, ფინანსური, არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ქვეცნობიერი როგორ აკეთებს ამას, ხო? როდესაც ადამიანი დაატარებს აი ამ დანაშაულის გრძნობას, ჩვენი ქვეცნობიერი შეიძლება წავიდეს სამიდან ერთ-ერთი გზით. ან დაბლოკოს ადამიანის წარმატებულობა, ან მთლიანად დაანგრიოს ის, ხო? ან დაბლოკოს, დაანგრიოს, მოსპოს, გააცამტვეროს ადამიანის ბედნიერების მდგომარეობა. ან დააზიანოს ჯანმრთელობა. სხვა შორის, როდესაც მიწევს ონკოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება, ერთ-ერთი მიზეზი ონკოლოგიის გამომწვევის არის ზუსტად გადაუმუშავებელი დანაშაულის განცდა რაღაცეებს. ანუ შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ გაგვიჩნდა დანაშაულის განცდა, ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და არ უნდა მიუშვათ ასე ჰარი-ჰარალეზე იმ იმედით, რომ თავისით მოგვარდება ეს პრობლემა. იმიტომ რომ ამის გადააზრება უნდა მოხდეს და გადააზრება უნდა მოხდეს სწორად. სხვაგვარად არის იმის რისკი, რომ ეს დანაშაულის განცდა შეიძლება ჩავიდეს, ასე ვთქვათ, ქვეცნობიერში და იქიდან დაკავდეს, ასე ვთქვათ, ყველა შემოქმედებითი ხერხის გამოყენებით, იმით რომ დაიწყოს ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ფორმით თუ მეთოდით ნგრევა. ხო და რა გზა არსებობს ამ შემთხვევაში, ხო? რა ხერხებს შეგვიძლია მივმართოთ იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვაპატიოთ და კვლავ შეურიგდეთ. პირველი რაც უნდა გავიაზროთ, ეს არის ის, რომ ყველა სიტუაციაში, ყველა მოცემულობაში, მისი ცხოვრებისა, ხო? ადამიანი ყოველთვის აკეთებს საუკეთესო არჩევანს იმ არჩევანთა სპექტრიდან, იმ ვარიანტებიდან, რასაც იმ მომენტში იაზრებს და ხედავს. თუ გარედან ჩანს, რომ ადამიანმა გააკეთა რაღაცა არასწორი ან ცუდი არჩევანი, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ მომენტში თვითონ ამ ადამიანის აღქმა, ხო, ყურადღების არე იყო რაღაცა მიზეზების გამო შევიწროებული და ის სხვა უფრო ეფექტურ, წარმატებულ, ჰარმონიულ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებს, ვარიანტებს, ოფციებს უბრალოდ ვერ ხედავდა და ვერ იაზრებდა იმ მომენტში. რატო შეიძლება ეს მოხდეს? ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. შეიძლება რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია გაკლდათ იმ მომენტში, ანუ რაღაცა არ იცოდით, ან გამოცდილება დაგაკლდათ. ხო, აი, მაგალითად, ბავშვობაში, მოზარდობაში
გაკეთებული რაღაცა უმსგავსოებები და რო იხსენებ და გული გისკდება, ვაიმე დედა ეს რამ გამაკეთებინაო. ზუსტად გამოუცდელობამ და ინფორმაციის ნაკლებობამ, ხო? მეორე მომენტი, რომელიც მოქმედებს ჩვენს გააზრებლებებზე და ქცევაზე, ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. იმიტომ რომ არსებობს რესურსული შინაგანი მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება ვიყოთ და ამ მომენტში ჩვენ, ასე ვთქვათ, კარგად აღვიქვალთ ყველა ვარიანტს, ყველა მოცემულობას, მარტივად რო ვთქვათ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვართ იმ მომენტში და აი ყველა ჩვენს ნიჩთან, უნართან, გამოცდილებასთან, ინფორმაციასთან, იმპროვიზაციის უნართან, ხო, გვაქვს კარგი წვდომა. არსებობს არარესურსული მდგომარეობები, ხო, მაგალითად სტრესის მდგომარეობა, რაღაცა ემოციური აშლილობის მდგომარეობა, ეიფორიის მდგომარეობა, რომელიც იმდენად ამახინჯებს ჩვენს აღქმას, რომ რეალობას ვეღარ აღვიქვათ ნორმალურად და ადეკვატურად და შესაბამისად შეიძლება ემოციების ზეგავლენით მივიღოთ რაღაცა არასწორი გადაწყვეტილება, რამაც მიგვიყვანოს არასწორ მოქმედებებამდე, რაღაცა ზიანის გაჩენამდე და საბოლოო ჯამში დანაშაულის გზნობამდე. მესამე, რაც მოქმედებს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს არჩევანზე, ეს არის ჩვევები. ჩვევა ეს არის ავტომატური ქცევა და ესე ვთქვათ, ჩვევა იმიტოა ზუსტად ჩვევა, რომ მას გაუცნობიერებლად ვიყენებთ, ხო? იმიტომ რომ ყოველთვის ასე ვაკეთებ და ეხლაც ასე გავაკეთე. მარტივად რო ვთქვათ. შესაბამისად, გავიხსენოთ აი ეს მომენტი, როდესაც გავაკეთეთ ის, რის გამოც გვაქვს დანაშაულის განცდა და შევხედოთ საკუთარ თავს გვერდიდან. გვერდიდან რომ შევხედავთ საკუთარ თავს, გავიაზროთ, რამ იმოქმედა ჩვენს არჩევანზე. არასწორმა ინფორმირებულობამ, დამახინჯებულმა მსოფლმხედველობამ, გამოუცდელობამ, ემოციურმა მდგომარეობამ, ჩვევებმა, რამ. როდესაც ამას მივხვდებით, ხო, ამას როდესაც გავიაზრებთ, მაშინ მოდის ხოლმე იმის გააზრება, რომ იმ მომენტში, ხო, აი სხვანაირად არც გამომივიდოდა ქცევა, აი იმ ბაგაჟით, იმ სიტუაციით, იმ ფაქტორებით, რომლებიც ჩემზე მოქმედებდა, ასე ვთქვათ. უბრალოდ ამის გააზრება, ხო, ნაწილობრივ ამსუბუქებს შინაგან ემოციურ მდგომარეობას. აქედან შეგვიძლია წავიდეთ უფრო შორს და წარმოვიდგინოთ ახლო მომავალში ან შორეულ მომავალში ანალოგიური სიტუაციები, სადაც შეიძლება ცხოვრება ანალოგიური არჩევანის წინაშე დაგვაყენოს და გავიაზროთ, ხო, აი რა იქნება სწორი გადაწყვეტილებები. ანუ გამოვიყენოთ აი ის შეცდომა, რომელიც დაუშვით იმისთვის, რომ მომავალში ჩვენი მოქმედებები და გადაწყვეტილებები იყოს უფრო ეფექტური და იყოს, ასე ვთქვათ, უფრო ბრძნული. შესაბამისად, გავაკეთოთ ესეთი აზრობრივი რეპეტიცია მომავლისა, ავიღოთ 3-4 სხვადასხვა ეპიზოდი და წარმოვიდგინოთ, აი რა იქნება იმ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილება. თუ ვერ ვხედავ და არ მესმის, რა არის სწორი გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში, ესე იგი აბსოლუტურად ზუსტად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაკლია რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამ თემით უნდა დავინტერესდე. შევიდე ცოტა უფრო ღრმად, ცოტა უფრო მეტად უნდა გავიაზრო, რომ სავარაუდოდ მაკლია რაღაცა მნიშვნელოვანი მონაცემები იმისთვის, რომ მივიღო უფრო სწორი გადაწყვეტილებები. სულ ეს არის და ეს პრინციპში რაც გვჭირდება იმისთვის, რომ აი ამ დანაშაულის განცდის რაციონალიზაცია გავაკეთოთ, მივხვდეთ, რომ იმ სიტუაციაში ჩვენზე მოქმედი ფაქტორების გამო სხვანაირ არჩევანს უბრალოდ ვერ ვხედავთ და ჩვენ გვეგონა რომ ვაკეთებთ ყველაზე უკეთეს არჩევანს და შესაბამისად გადავიაზროთ და მომავალში გადავდგათ ესეთი წარმოსახვითი ნაბიჯი, წარმოვიდგინოთ ის სიტუაციები, სადაც შეიძლება ანალოგიური არჩევანების წინაშე დავდგეთ და ანუ მოვემზადოთ წინასწარ ამისთვის, ხო, შეიძლება მეტი ინფორმაცია გჭირდება. შეიძლება მეტი განვითარება გჭირდება, შეიძლება მეტი კომპეტენტურობა გჭირდება, შეიძლება მეტი გამოცდილება გჭირდება. ანუ ყოველ შემთხვევაში ვღებულობთ ინფორმაციას გააზრებისთვის, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის დახვეწაში და ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჩვენი სინდისი ხდება ისევ ჩვენი მოკავშირე. ახლა ნებას თუ მომცემთ, წავიკითხავთ თქვენ შეკითხვებს და კომენტარებს და შემდეგ გავაგრძელოთ. ძალიან საინტერესო იქნება შემდეგ ისაუბროთ, როგორ ვაპატიოთ სხვას და არის თუ არა ზღვარი რა უპატიებელია. ზღვარს რაც შეეხება რა არის უპატიებელი, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ღირებულებათა სისტემის ამბავია ყოველი ცალკეული ადამიანის, ესეთი სტანდარტული უპატიებელი რაღაცეების
საერთო საკაცობრიო სია არ ამგონია რომ არსებობდეს ამომწურავი სახით, გამომდინარე იქიდან ვინ აღიქვავს ამას ყველაფერს ეს ერთი. იმისთვის რომ სხვას ვაპატიოთ, ანალოგიური გზით შეგვიძლია წავიდეთ, ხო? აი იმ სიტუაციაში შეიძლება შევიდეთ მის ტყავში და შევხედოთ რა ფაქტორები მოქმედებდა მასზე იმ შემთხვევაში, აი მისი თვალით შევხედოთ ამ სიტუაციას, მისი ყურით მოვისმინოთ, იმისთვის რომ მივხვდეთ სად იყო მისი აღქმა, ასე ვთქვათ, დამახინჯებული. ან ერთ-ერთი მეთოდი არის ეს, როგორ შეიძლება ვაპატიოთ სხვას, მაგრამ გაცილებით უფრო მარტივი რაღაცეებიც არსებობს, გაცილებით უფრო კარგად მოქმედი და ამაზე ალბათ ერთ-ერთ შემდეგ ლაივში ვისაუბრებთ აუცილებლად. კი, მიზეზი აქვს ყველა დაშვებულ შეცდომას, ბუნებრივია. ეს მიზეზი არის თუ შინაგან მიზეზებზე ვსაუბრობთ, ჩვენში არსებულზე, ხო? ეს არის ან ჩვევა, ან გარკვეული ემოციები, ან გარკვეული წმენა წარმოდგენა, ან ინფორმაციის ნაკლებობა შესაბამისად, ხო? პრინციპში, აი ეს არის სულ, რაც მინდოდა მეთქვა იმის შესახებ, თუ როგორ ვაპატიოთ საკუთარ თავს, როგორ ვაქციოთ ჩვენი სინდისი ისევ ჩვენს მოკავშირედ, იმისათვის, რომ შევქმნათ ან გავაგრძელოთ წარმატებულობა, ბედნიერება და ჯანმრთელობა. თუ გსურთ გაიგოთ მეტი გამოყენებითი ფსიქოლოგიის მეთოდების შესახებ, თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც შეგიძლიათ პირდაპირ აიღოთ და საკუთარ ცხოვრებაში მარტივად დანერგოთ ყოველგვარი წინასწარი მომზადების და სპეციალური განათლების გარეშე, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ადევნეთ თვალყური ჩემს ლაივებს, ასევე მექნება ალბათ რამდენიმე დღეში ანონსი, რას გეგმავთ შემდეგი ნახევარი წლით, რა ღონისძიებებს, რა ტრენინგებს, იქნება ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ამ კუთხით და ასე ვთქვათ, გავნაგრძოთ ურთიერთდახვეწის პროცესი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრებისეული კრედო არის ძალიან მარტივი, ნორმალური ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ შეძლების და გვარად. კეთილი, მინდა გისურვოთ სასიამოვნო საღამო და მომავალ შეხვედრამდე.